ბიძაშვილის დაბადების დღე იყო, ჩავოცილეთ მეგობრები რა. და მეტროსთან რო გავედით, ქალმა თქვა ვაშლიო, მაგაც მეუნეო ვაშლი რა გვინაო. და იმან გაიგო რა თქო რაღაც სხვანაირად რა იმ ქალმა. რა უზრდელიაო რა ეს კი ჩავიდე მეტროში უკვე ამ სიტყვებზე იმაზე რა ვერ გაიგო და მეთქი ქალბატონო რატო ჩემი მეგობარია, ჩემი ძმაგაცია და არანაირად რაღაც უზრდელია არაფერი თქო რა. ეგეთი ლაპარაკია ჩაერია მე ის ორი ტიპი. გამიყვანეს ბაძანე დამარტყეს ეს რა. და ერთი მახსოვს რომ კაროჩ დანა მოვიქნიე რა. მივედით მეტროსთან, მეტროში ვიყავ ვინ შესული. გარეთ ჩემომიდაშვილს ელაპარაკებოდა ქალს ვაშლის გამოგდა. და იმ ქალის უკან ერთი 10 მეტრის იქით ვიღაც ორი ადამიანი იდგა და რაღაც ელაპარაკება მოუვიდათ რა ჩემომიდაშვილთან. ხელი დაარტყა რა ჩემომიდაშვილი. გაწევ გამოწევა იყო, მე წამოვედი. ქალაქ თბილისის მთავარსამართლოს თანამშრომლობა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს მიხეილ თანდაშვილი და უჩა გოგრიჭიანი, რომლებმაც 2010 წლის 24 მარტს მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს გოგიტა ხოციტაშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას.